ლიტერატურული საღამომშვიდობისა სრულიად საქართველოს დღეს შაბათია 21 საათი, რაც იმის მაუწყებელია, რომ ტელეკომპანია ქართულის საეთერო ბადეში თქვენ თვალყურს ადევნებთ ლიტერატურულ შემეცნებით გადაცემას ქუჯის დროა. გადაცემა, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში სალიტერატურო, სახელოვნებო, კულტურული ცხოვრების საინფორმაციო მხარდაჭერა, გაშუქება, ლიტერატურის პოპულარიზაცია და ამავდროულად ქუჯის დროას, აი ამ საოცარ ლიტერატურულ შემეცნებით პროექტს აქვს ერთი ქვეტექსტი, ძალიან ისეთი საინტერესო სარჩული და ალბათ სიმბოლური იდეა. თქვენ ყველამ კარგად იცით და მოგეხსენებათ, რომ ქართულ ცნობიერებაში, ქართულ ისტორიულ მეხსიერებაში ქუჯი დაილექა მეფედ, რომელმაც ტერიტორიული მთლიანობის კარგი მაგალითი შექმნა. ფაქტობრივად ქუჯი ჩვენთვის არის ერთგვარი ექვივალენტი, სინონიმი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დიახაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლიტერატურა უნდა იყოს ის სივრცე, რომელმაც უპირველეს და უწინარეს ყოვლისა ერთმანეთთან უნდა დააბრუნოს ადამიანები და შემდგომში უკვე ლიტერატურის მეშვეობით ჩვენ უნდა გადავდგათ ის თანმიმდევრული ნაბიჯები, რაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ემსახურება. დღეს შაბათია 21 საათია, მე ამირან ჯაჯღავარ, ჩვენ ვსაუბრობთ ლიტერატურაზე, ქუჯის დროა და ხშირად შემოგვაქვთ ასეთი ტერმინი გავქუჯიანდეთ, რაც გვინდა რომ სამეთყოლო ლექსიკაში ერთგვარი ერთ-ერთი სინონიმი გაჩნდეს გაერთიანებისა და ერთიანობისა. დღევანდელ ჩვენ გადაცემას ორი ძალიან საინტერესო, გემოვნებიანი, დახვეწილი და ამავდროულად განსხვავებული სტუმარი ყავს, ორი პოეტი, ბატონი ბადრი სულაძე და ბატონი კახა ჭლიკაძე. ჩვენ საუბრობთ ლიტერატურაზე და უპირველეს ყოვლისა, რადგანაც ჩვენთვის საერთო თემა გახლავთ ლიტერატურულ შემეცნებითი პროექტი ქუჯის დროა და ამავდროულად ლიტერატურულ კონკურს ფესტივალი ქუჯი, რომელიც ორივე თქვენგანისათვის ძალიან ახლობელია. მოგესალმებით ბატონო ბადრი და პირველ რიგში მე მინდა თქვენით დავიწყო, მე ვიცი რომ თქვენ ქუჯის აი ამ ლიტერატურულ კონკურს ფესტივალის საწყისებიდანვე ძალიან ესეთი ახლო ყოფობა გაქვთ. მე ვიცი რომ 2020 წელს თუ სწორად ვახსოვს, ერთი ლექსის კონკურსის მეორე პრემიის გამარჯვებული გზადებით. მე ისიც ვიცი რომ გარდა ამ ფორმალური ნაწილისა, ქუჯი ძალიან აქტიურად ცდილობს არაფორმალური შეხვედრების, იუბილეების ორგანიზებას. აქ საუბარია ბატონ ვასილ ბესელიას, ჯემალ ინჯიას, ქალბატონი ბელა შალვაშვილის იუბილეები და აქა ძალიან აქტიური თანამონაწილეობა გაქვთ და შეკითხვის არსი რა შემდგომარეობს ახლა. ვიცი რომ ასეთ შეხვედრების დროს თაობათა შეხვედრაც ხდება. თქვენგან მაინტერესებს ქუჯი აი ამ ლიტერატურულ კონკურს ფესტივალმა როგორც ავტორს რა მოგცათ და გარდა აი ამ კონკურსის მიღმა აი ამ შეხვედრების დროს რამდენად მნიშვნელოვანია თაობათა შორის იყოს ესეთი ეფექტიანი, ცოცხალი და პირისპირი ურთიერთობები. დიდი მადლობა ბატონო ამირან მოწვევისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რომ ჩემი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გავაჟღერო ამ არაჩვეულებრივ კონკურს ფესტივალთან დაკავშირებით, რომელსაც ქუჯი ჰქვია. მე აღარ ვისაუბრებ იმის შესახებ, თქვენ აღნიშნეთ, რომ გამარჯვებული ვარ 2020 წლის, ეს ძალიან მეამაყება, იმიტომ რომ 2019-ში დაფუძნდა ეს ფესტივალი და მალევე გავხდი ქუჯის, აი ძალიან მომეწონა ეს ტერმინი გაქუჯიანება ხომ და მე გავქუჯიანდი ძალიან მალევე ამ არაჩვეულებრივ ოჯახის წევრებთან ერთად. მე ასე ვიტყოდი ოჯახის, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც ამ ფესტივალს ქმნიდნენ და აგრძელებენ და ქმნიან, დავახსენო აუცილებლად დიდი პატივისცემით ბატონი ილია ერქვანია, ბატონი ბესო გვაზავა, ქალბატონები ნანა კვაშილავა და დალი ჯორბენაძე. ეს ადამიანები, გარდა იმისა, რომ ჩემი მეგობრები არიან ღირსეული, მე ვიტყოდი საზოგადო მოღვაწეები. საზოგადო მოღვაწეები, რადგანაც ის საქმე, რასაც აკეთებენ, მე უკვე მხოლოდ და მხოლოდ კონცენტრირებული ვარ ქუჯის ფესტივალთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ აღნიშნავთ ბატონო ამირან, რომ ეს არის ოფიციალური მხარე თვითონ ფესტივალის, როდესაც დაჯილდოება ხდება გამარჯვებულების, მაგრამ ამით არ შემოიფარგლება
ეს ურთიერთობა და საქმიანობა გრძელდება მოდით ასე ვთქვათ არაფორმალური შეხვედრები თქვენ ჩამოთვალეთ ის ღირსეული ადამიანები, პოეტები, მოღვაწეები, რომელთა შემოქმედებით საღამოებზეც და ლიტერატურულ თუ ჩვეულებრივ მეგობრულ ურთიერთობებში გადაიზარდა ეს ჩვენი კავშირი, ჩვენი ურთიერთობა და მე რაც მომწონს ქუჯი რომ აერთიანებს ეს უმთავრესია თვითონ ქუჯის მეფის ფარნავაზის დროინდელი ეს ურთიერთობა რაც გულისხმობდა სწორედ ერთიანი საქართველოს იდეას აი ეს ქუჯი რომ ქვია ამ ფესტივალს რომელიც ასევე აერთიანებს ქუჯი და ფარნავაზი ეს არის ერთიანი მთლიანი საქართველოს სახე მე ასე ვიტყოდი და ამიტომ არის ღირებული ის ხედვა სახელმწიფოებრივი რომელიც ქუჯის ჰქონდა რომ მას შეეძლო სხვაგვარად წარემართა თავისი საქმიანობა ეს ყოფილიყო დაპირისპირებაც თქვათ ამბიციაც მაგრამ როდესაც საკუთარ ამბიციაზე მაღლა დგახარ სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე ეს მნიშვნელოვანია როდესაც ქუჯი ფესტივალი და მისი ორგანიზატორები თუ იქ მონაწილე ადამიანები დგანან საკუთარი ინტერესების ზემოთ და ამ ინტერესების ზემოთ დგომას ვეძახი განვრცობას, განზოგადებას ლიტერატურული პროცესების, რომელმაც უნდა გააერთიანოს თაობები. მე ვიტყოდი, რომ შეიძლება გვარსახელები არ ჩამოვთვალო ახლა, მაგრამ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტი წარმოაჩინა სწორედ ამ ფესტივალმა და როდესაც უკვე ღვაწლმოსილი, შემდგარი, შემოქმედის და დამწყები ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტის თანხმედრა ხდება, ეს არის სწორედ ის, რაც ჩვენს ქვეყანას ჭირდება და მე აქ გულისხმობ პოლიტიზირებულ მდგომარეობას სადღეისოდ და პოლიტიკა შეიჭრა ყველგან და ყველაფერში და მე მინდა რომ პოეზია იყოს, ხელოვნება იყოს ყველა სფეროში ადამიანების ცხოვრების და კიდევ ერთხელ ვუთხრათ საზოგადოებას, რომ თავარი არის, ყველაზე დიდი პოლიტიკა არის ადამიანის სულის გადარჩენა, სულიერების გადარჩენა და აი ეს არაჩვეულებრივი ფესტივალი სწორედ ამ საქმეს აკეთებს, რასაც ქვია მე ვიტყოდი პირდაპირ სადარაჯოზე დგომა ქართული სულიერების დღევანდელი გადასახედიდან და კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ეს ჭირდება ჩვენ თითოეულ იმ ადამიანს რომელიც ქმნით ზოგი მეტად აქტიურად, ზოგი ნაკლებად მომავალს ჩვენი ქვეყნის. ამიტომ ძვირფასია ქუჯი ჩვენთვის და ვამაყობ რომ ამ არაჩვეულებრივი ოჯახის წევრი ვარ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ბატონო ბადრი, ძალიან ისეთი ამომწურავი, ძალიან ისეთი კარგი პასაჟებით სრული ექსკურსი იყო, მიმოხილვა არგუმენტირებული, თანმიმდევრული. მე მცირე რეპლიკით განმოვწევ თქვენ სათქმელს და ვიტყვი რომ ქუჯი დაცლილია ყოველგვარი რაღაც პოლიტიკური მიკუთვნებისგან, ძალიან პლურალისტული გარემოა, ყოველგვარი რაღაც ეტიკეტების და იალიყების მიღმა და რაც თავარია აბსოლუტურად გეთანხმებით. ალბათ კახა და ყველა ხელოვანი დაგვეთანხმება რომ ხელოვნება უნდა დარჩეს ის შეურყვნელი სივრცე, რომელმაც ადამიანები უნდა დააბრუნოს ერთმანეთთან ყველაზე უზენაესი, ყველაზე დიადი მიზნით, რასაც ქვია ჩვენი სულიერი შინაგანი სამყაროს გადარჩენა. ძალიან კარგი ტერმინი შემოიტანეთ. ისე როგორც არასდროს თანამედროვე სამყარო ამ ტექნოკრატიულ ეპოქაში განიცდის სულიერ შიმშილს და ამ სულიერი შიმშილის დაპურების ამაზე ეფექტიანი ალტერნატივა პირადად მე არ მისახება. ნამდვილად მადლობა მინდა გადაუხადო ქუჯის დაფუძნებლებს ამ საჭირო ღირებული ამბის შემოტანისთვის. მადლობა მინდა გადაუხადო ტელეკომპანია ქართულს, რომელმაც დაგვითმო საეთერო დრო და სამწუხაროდ კიდევ ერთხელ და მრავალგზის გამოთქვამ ჩვენს გულისხმობას, რომ თანამედროვე ქართული მედია მაინც და მაინც არ ინტერესდება ლიტერატურული ასეთი სახელოვნებო პროცესებით და არ ვართ განებივრებულები. უნდა იყოს პირიქით. დიახ, იმიტომ რომ თქვენ და ყველას უკეთ მოგვეხსენება, რომ ლიტერატურა და ხელოვნება იყო ის, რამაც ჩვენი
იდენტობის თვითყოფადობისთვის საჭირო ყველა ის კომპონენტი, ის მთავარი ღირებულება შემოგვინახა, ისტორიულ ქარტეხილებს გამოგვატარა და დღეს ჩვენ რო სახელმწიფოებრიობა გვაქვს, ერის იდეური მამის სათავეები ისე მიდის ილია ჭავჭავაძესთან, ხო? ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოაზროვნეს, ეს იყო ლიტერატურის მიზანი, მისია. მოკლედ ახლა თქვენთან გადმოვალ შეკითხვით 2025 წლის ფინალური ეტაპი დაჯილდოება 10-ეული, რომელშიც კახა თქვენც იყავით და თქვენთვისაც ალბათ საინტერესო იყო ამ ემოციურ ენერგეტიკულ ოჯახში ველში შემოსვლა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კონკურს ფესტივალია, ძალიან ბევრი საინტერესო ამბებია. ქუჯი აქვეა იმის თქმაც მინდა რომ არ არის ელიტარული კონკურსი, წინადაც ვისაუბრეთ ერთ-ერთი გადაცემის მსვლელობისას, რომ მას არც ესეთი აქტიური, სტაბილური ფინანსური მხარდაჭერა არ აქვს, არც რაღაც ესეთი კლანური კონკურსია, თუმცა ახერხებს სანდოობის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას, ახერხებს იმას, რომ ადამიანებში ძალიან ესეთი გულწრფელი სათნო შინაგანი ძროები გამოაქვს და აერთიანებს და ახვედრებს ერთმანეთს. მაინტერესებს კახა ჭრიკაძისთვის, პოეტისთვის, ქუჯი რა არის, რა მოგცათ და ზოგადად თქვენი თავი ქუჯისთან ერთად. მადლობა ამერა შემოგევლე. პირველ რიგში მივესალმები თქვენს მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მინდა გადავხადო TV ქართულს, ასევე ქართული საქმის კეთებისთვის. შეეხება ქუჯის როგორც თემას, ჩემთვის ეს შევეცდები რომ მაქსიმალურად მოკლე ვიყო ამ თემაზე, იმიტომ რომ ეს არ არის ცოტა პატარა თემა, სასაუბროთ თუ რამდენ რამეს მოიცავს ქუჯი საკუთარ თავში. მისი არსებობა ქართულ ლიტერატურულ სივრცეში. დავიწყებ იქიდან რომ თუ ძალიან კარგად აღნიშნე შენ პირველ რიგში მაგას ვიტყვი რომ ახსენე სიტყვა ოჯახი და კი აი ეს კაქუჯიანება ხო ზუსტად არის იმ ოჯახში შესვლა სადაც ეს არ არის ის ლიტერატურული კონკურსი თუნდაც თუ როგორც კონკურსის მხრიდან განვიხილავთ ხოლმე კონკურსის ჭრილში მარტო ქუჯის არ არის რომ სადღაც გააგზავნე ლექსი შემდეგ მოხდა დაჯილდოება და მორჩა შემდეგ წლამდე თქვა თან შემდეგ კონკურსამდე დაგავსდა ერთმანეთი ეს არის ოჯახი სადაც გრძელდება ურთიერთობები არა მხოლოდ ავტორებს შორის არამედ გრძელდება ურთიერთობები თვითონ ქუჯის თითო წარმომადგენელს შორის გრძელდება მეგობრული ურთიერთობა, კარგი ურთიერთობა და არ შემიძლია არ აღნიშნო მეგობრული ურთიერთობები გრძელდება არა მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვინც რაღაცის ფინალში მოხვდით თუ პრიზიორები ვართ თუ რაღაც ყველასთან, იმიტომ რომ კონკურსით ავტორი არ ფასდება მისი მთელი შემოქმედებით. კონკურსით ფასდება კონკრეტული ნამუშევარი. ხო, აქედან გამომდინარე შეუძლებელია ავტორებს ერთმანეთში კონდეთ რაიმე გულის წყვეტა, თუ არა იმისი სიხარული, რომ აი დღეს თქვა შენმა ლექსმა გაიმარჯვა და ძალიან ერთმანეთის ნამუშევარს ერთმანეთის დაწერილს ამოღებულს გულიდან უნდა გულშემატკივრობდეთ ხო ჩემი აზრით და არა ის ხდება ქუჯის ეხლა რა შეეხება დაკავშირებით. კახა ბოდიში ერთ შეგიკითხებით არ ვიცი თქვენ ბატონო ბადრი ხართ თუ არა ინფორმირებული მე ამ ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით შენი და ქუჯის ურთიერთობა მეგობრობით და ცოტა კურიოზულადაც დაიწყო ხო ეს ლექსი რამდენად ვიცი თქვენ არ გადაგიგზავნით მე არ გადამიგზავნია ორიოდე სიტყვით აი ამ ამის შესახებ როგორ დაიწყო ჩემი შეხება ქუჯისთან ეს მოხდა პირველად წელს ну მოგეხსენება მე წლების განმავლობაში მომიწია ну საქართველოში არ ვიყავი რამდენიმე ქვეყანა ასე შემდეგ რაღაც შემდეგ თბილისში მოკლედ რომ დავბრუნდი თბილისში წელს ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა და ოჯახის წევრმა მშვენიერმა პოეტმა და ჩვენმა ძმამ ოტო ფალიანმა კი ბატონო ჩემთან დაუკითხავად ჩემი ლეპტოპიდან, ნოუთბუქიდან გააგზავნა ლექსი ქუჯიში. შემდეგ გამიმყილა და ამიხსნა თუ
რა იყო ზოგადად რა ლიტერატურული კონკურსი იყო უსმენდი გაგულებული და აი ამ კურიოზით დაიწყო ჩემი შეხება ქუჯისთან. ანუ ესეც ბოდიში იმიტომ შემოვიტანე რომ ანუ წეგან ვახსენე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და დეტალი ალბათ კონკურსებთან მიმართებით ავტორებს ყოველთვის აქვს გულისწყრომა რაღაც დაეჭვება რაღაც განცდა რომ მიკერძოება მიმხლობა მოხდა მაგრამ მერვე წელი უკვე ქუჯი ახერხებს რაღაც აი სანდოობის ახალი თამასის შემოტანას ხო რომ აი აქ დიახ ბატონო ამირან ეს განპირობებულია თვითონ იგივე წეგან ორგანიზატორები ვახსენეთ ჩვენ და ჟიურის წევრების კვალიფიკაციით მათი პიროვნული ღირსებებით ისინი ასე ვარ დარწმუნებული რომ არ დაუშვებენ რაღაც მიკერძოებებს იმიტომ რომ ეს მათი ღირსებაა პირველ რიგში მაგრამ სახელი ქუჯის იყოს შენარჩუნებული იმ თამასაზე რაც უკვე აქვს უკვე რაც მიღწეულია აი მე რომელ წელსაც მაგალითად გამარჯვებული გავხდი მაშინ ჟიურის თავმჯდომარე ვასილ ვესელია გახდათ იქაც იყვნენ ფინალისტები იქაც იყვნენ პრიზიორები და იყვნენ ადამიანები მიღმა დარჩა ამ კონკურსის მაგრამ მე არ მსმენია არც მაშინ და არც მის შემდეგ გულის წყვეტა გულის წრომა ან ჟიურისთან მიმართებაში ან ქუჯის ზოგადად ფესტივალთან დაკავშირებით იმიტომ რომ თქვენ ახსენებით ამირან რომ სანდოობის ხარისხი არის ძალიან მაღალი და რაც ყველაზე მეტად მომწონს და ხიბლავს ასე ვიტყვი ამ ფესტივალთან დაკავშირებით მაღალი ლიტერატურული სტანდარტია. აქ შემთხვევით ცუდად არ ვამბობ, აი შემთხვევითი ლექსი ვერაფრით ვერ მოხდება. დიდი კონკურენცია დიდი კონკურენცია კარგი გაგებით კონკურსი ხო ეს ის თემა რომელიც ცოტა ნებათა ღელვასთან არის დაკავშირებული და ყოველთვის კითხვის ნიშნები ჩნდება მაგრამ აი როდესაც არის ჟიური თავის სიმაღლეზე როდესაც თვითონ мотиваცია აქედანაც არის ჟიურის წევრები წინასწარ ცნობილია ვინ არიან და როდესაც იქ აგზავდი როდესაც ჟიურის წევრად თქვა რაულ ჩილაჩა თავმჯდომარედ ჩემო ბატონო ხა შემოყალა არ გამახსენდეს მაგრამ მარინა თექთუმანიძე რომ ჟიურის წევრად იქნება არაჩვეულებრივი პოეტები ხლა ელგუჯა მარღია და ასე შემდეგ როგორ შეიძლება იქ მე გავაგზავნო ნაწარმოები და თან ეჭვი კონდეს ხლა შემამჩნევენ თუ არ შემამჩნევენ მოდით და ასე ვთქვათ ვინც შესამჩნევია და ვინც თქვათ ღირსეულია ის შეამჩნიონ ბატონო და ამიტომ მომწონს მე ქუჯი რომ აქ კითხვის ნიშნები არასდროს არც ჩემგან და არც ვისგან მე არ გამიგია კი ბატონო არ შემიძლია არ აღნიშნო ამირანმა ჩვენმა ძვირფასმა პოეტმა და მეგობარმა ასეთი რაღაც აღნიშნა წეგან რომ ქუჯი არ ვიცი არ ვსვენია ხომ ქუჯი არ არის ელიტარული პრემია თუ ელიტარულობას ჩვენ გავსაზღვრავთ რაღაც ფინანსურ ჭრილში ხო აი ზუსტად ეს ქვეტექსტი და შტრიხი შემოვიტანე სამწუხაროდ რომ თუ ელიტარულობას ჩვენ რაღაც ფინანსურ ჭრილში გავსაზღვრავთ მაშინ არ მგონია რომ საერთოდ ერთი ლექსის დაწერაც კი ღირდეს რომელიმე ავტორისგან თუ ამისი აპრიორი რაიმე ფინანსების მოხვეჭა და მოპოვება. შეუძლებელია ეს ყველაფერი განისაზღვროს ფინანსური ჭრილით მით უმეტეს კონკურსის ან სამართლიანობა, ან ელიტარულობა, ან ნებისმიერი რაღაც ისეთი ღირსება, რაც შეიძლება არა მხოლოდ კონკურსს, არამედ ლიტერატურულ საზოგადოებას ახასიათებდეს ზოგადად და საერთოდ ლიტერატურა ფინანსური თვალსაზრისით არასოდეს არ უნდა იყოს გათვლილი. ასევე არის ზუსტად იგივე პარალელი, ჩემო ამირან, რომ შემოქმედებითი ლიტერატურული ან თუნდაც უბრალოდ შემეცნებითი გადაცემები როგორც აღნიშნე ძალიან ბევრ არხზე არც თუ ისეთი სიხშირით ხდება თითქოს ერთი შეხედვით ეს ყველაფერი გასაგებია სწორედ იმით რომ ნაკლებად რენტაბელურია ნაკლებად პოპულარულია მაგრამ იცი რა ვერაფერი ვერ იქნება ვერც ტრენდული ვერც პოპულარული და ვერც რენტაბელური თუ რაღაც კონკრეტულ ფასეულობებზე არ დამკვიდრდა სტანდარტი.
ნამდვილად სტანდარტი, რომელიც თავისთავად გულისხმობს გარკვეულ თამაშას, რომელიც შემდეგ უკვე თვითონ მაყურებლის, მკითხველის, შემფასებლის მხრიდან იზრდება, მოთხოვნის გაზრდა. ანუ ქუჯი ზუსტად ამას ახერხებს, რომ ის ხდება სახალხო, არა კონკრეტული ჯგუფებისთვის, არა კონკრეტული ჯგუფებისთვის, არა ფინანსურად თავმომწონეობით და არა ამ ყველაფერზე მაღლად თუმცა არც ერთ კონკურს, არც ერთ ფესტივალს ასე ვთქვათ, არ წაახდენს საქმეს ფინანსურადაც თუ იქნება მხარდაჭერილი. მე მესმის თქვენ რაზედაც. კი, აპრიორი არ უნდა იყოს. ხო, ეს ყველაფერი უნდა იყოს მე არ ვლაპარაკობ, რომ რომელიმე კონკრეტული აუცილებლად ბოდიში ჩაგერთვი, რომელიმე კონკრეტული ლიტერატურული კონკურსი ცუდია ან კარგია, სხვა ყველა კარგია, იმიტომ რომ თავად საფუძველი ყველა კონკურსისა, იდეა ყველა ასეთი პროექტისა აპრიორში კარგია. ეხლა შემდეგ როგორ გამოდის, ხო, მაშინ სათითაოდ უნდა განვიხილოთ თითოეული და ეს უბრალოდ არ გამოდის. უკაცრავად ახლა მე რა ვამბობ, ფინანსური მხარდაჭერა თუნდაც ქუჯისთან მიმართებაში, ის რომ რეგიონში როდესაც გადის ფესტივალი, მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლება, თბილისით კი არა და მარტვილში დაიწყო ეს ყველაფერი, მერე ზუგდიდში გადაინაცვლა, აგერ ცოტა ხნის წინ სიღნაღში ჩატარდა გარკვეული გასვლითი ღონისძიება და აი ამას გულისხმობდი, რომ მხარდაჭერა უნდა არსებობდეს იმ ადამიანების და იმათი მხრიდან, ვისაც აინტერესებს, რომ ლექსი თუ პროზაული ნაწარმოები ამ შემთხვევაში ქუჯისთან მიმართებაში ლექსი მივიდეს საზოგადოებამდე, რას აკეთებს ლექსის მისვლა საზოგადოებამდე, ვინიც ის ვის როგორ ჭირდება და რა მომენტში, რა წუთში წაეწევა გადარჩენის სულიერ საზრდოდ ეს შენი ერთი ლექსი. ჩვენ ხო ვიცით, რომ დღევანდელი საზოგადოება ესე იოლად და დალხენილად ვერ არსებობს, იმიტომ რომ 1000 გვარი პრობლემა არსებობს და პოეზიის ადგილს სწორედ აქ ვხედავ, რომ სული გადაურჩინოთ ადამიანებს და აი ეს ერთი ლექსის კონკურსი. მერე მოხდა ისე, რომ ქუჯის მასშტაბები გაიზარდა ჩემო ბატონო ამირან და რაღაცა სხვადასხვა ნომინაციები დაემატა, რასაც მე თვალს ვადევნებ. იქ ბავშვებისთვის კონკურსი ტარდება უკვე ცალკე. იქ რაღაც სხვადასხვა ნომინაცია იმისთვის, რომ ამით მასშტაბი იზრდება, რას ნიშნავს მასშტაბურობა, ის რომ ფართო წრეები იყოს ჩართული. მე ახლა არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, დაველოდები თქვენს საუბარს, თქვენს სულელებას საუბრისას, მე კიდევ მოვიდები. აქ მეც პატარა ჩემეული ხედვა დამატებით მინდა შემოვიტანო ქუჯის საჭიროების შესახებ და ზოგადად აქ მოსწავლე ახალგაზრდობა ვახსენეთ და ზოგადად აღმზრდელობით პროცესებში ჩვენი ფსიქოემოციური ჩამოყალიბების სხვადასხვა ეტაპზე საერთო მნიშვნელობის მატარებელია გემოვნებიანი, დახვეწილი, რაფინირებული ლიტერატურის შემოტანა და მოწოდება. ჩვენ, როდესაც ვსაუბრობ ჯანმრთელობაზე, მით უმეტეს კახა ძალიან კარგად პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე შემხებლობა აქვს და უკეთ უწვის, რომ ჯანმრთელობა არ არის მხოლოდ ფიზიკური კარგად ყოფნა, ეს არის მენტალური, ფსიქოემოციური მდგრადობა. ისე როგორც არასდროს დღევანდელ ტექნოკრატიულ, ვირტუალურ, ნაწილობრივ ილუზორულ სამყაროში, სადაც ადამიანები ფიზიკური ურთიერთობების, ცოცხალი პირისპირი ურთიერთობების ნაკლოვანებას განვიცდით, გადაჭარბების მიღმა არის გადარჩენა. პირისპირ ვისაუბროთ და ვისაუბროთ ყველაზე მთავარ თემატიკაზე, რასაც ქვია არა ხილული სამყარო, არა საგნობრივი მატერიალური ფასეულობები, არამედ რაც ამ ყველაფრის მიღმურია, რაც აი ხშირად მithქვამს, რომ შეიძლება მცდარი რწმენა წარმოდგენა, რომ სხეული ატარებს სულს. პირიქით არის. სულია ის მთავარი ფუნდამენტი, რაც სხეულს იმპულსს, ენერგეტიკულ მუდმივობას ძენს და ახდენს მის გაცოცხლებას. ახლა უფრო პოეტურ და ლიტერატურულ პროფესიულ ნაწილში რო გადავიდეთ, ხშირად შემოდის ეს ორი ტერმინი მარტოობა და მარტოსულობა. თითქოს გავს, თუმცა მისი გული, სარჩული ამ ორი სიტყვის განსხვავებულია. მახსენდება ხოლმე ხშირად ქარჩხაძე იგი, როცა იგი მარტო იყო, ის არ გრძნობდა მარტოობას და როცა სხვებთან იყო, მაშინო. მაინტერესებს თქვენთვის აი შემოქმედებითი პროცესი, ალბათ მსმენელისთვისაც, მაყურებლისთვისაც საინტერესოა ავტორი და ლექსი.
აი ეს ურთიერთობა, ეს ხომ არ არის ასეთი ზედაპირული და მარტივი აქტი. ცოტა უტრირებული შედარება შეიძლება გამომივიდეს რიგ შემთხვევებში ეს ხო რაღაც შინაგანი სულისმიერი მშობიარობის დაბადების საპირწონეა. ამას ხო თავისი ტკივილები, ამას ხომ თავისი ემოციური გამოთავისუფლება, შებოჭილება, მთელი პროცესები ახლავს, რაც გარეგანი თვალისთვის ხილული არ არის. ამდენად მაინტერესებს ბატონო ბადრი თქვენთან ლექსთან მუშაობის პროცესი. აი უფრო ახლოდან რომ ჩვენს მაყურებელს გაუზიაროთ და რამდენად გჭირდებათ მარტოსულობა ან მარტოობა, რათა ეს შემოქმედებითი პროდუქტი გარეთ გამოიტანოთ. დიახ, მარტოობას რაც შეეხება ეს მე ვფიქრობ ყველა პოეტისთვის ძალიან ბუნებრივი განცდა მგონია, იმიტომ რომ განმარტოება ცუდი არ არის. განმარტოებული როცა ხარ, როდესაც ზოგჯერ აი ლექსის წერასთან მიმართებაში სიჩუმე როდესაც არის, როდესაც ხელს არ გიშლის არაფერი, კონცენტრირებული, როდესაც ხარ სათქმელზე, როგორ გამოხატო. ამას მარტოობა ძალიან შველის და აქ ცუდი ემოციური განცდა ეს არ არის. პირიქით ლექსს სევდაც ძალიან უხდება. მხოლოდ სევდა არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ სევდიანი განწყობა პოეზიისთვის, ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში რაღაცა ის გასაღებია, რომელთაც პოულობ სულიერ სამყაროში შესასვლელ გზას ჩემთვისაც და მე იმ ადამიანებზე როცა ვფიქრობ ვისთანაც მინდა რომ ეს სათქმელი მივიდეს მარტო სული არ მინდა რომ ვიყო მარტო სულობა არც ჩემთვის მინდა და არც იმ ადამიანებისთვის ვისთვისაც მგონია რომ წერ რომ წეგან ვამბობდი პირიქით მინდა რომ შევმოვუძახო ადამიანებს და რაღაცნაირად ერთი პერიოდი მახსოვს გაჩნდა ასეთი ფრაზა, როცა ახალგაზრდობაზე საუბრობდით, წეგან რომ ცხოვრება რაღაცა აუგით მოიხსენიეს. სამწუხარო, ძალიან ტენდენციური და პოპულარული. ძალიან დიდი პროტესტი მქონდა მაშინ ამასთან დაკავშირებით და ყველგან ვამბობდი და ჩემი ლექსითაც მინდოდა ეს მეჩვენებინა რომ პირიქით ცხოვრება ძალიან მშვენიერია. ჩვენ მარტოსულებად არ უნდა დავრჩეთ, განმარტოვდეთ ფურცელთან, საკუთარ თავთან და შევქმნათ ისეთი, ხმაღლა არ გამომივიდეს, მაგრამ ასე ვამბობ, ღირებული ნიმუში პოეზიის, ამ შემთხვევაში ლექსზე უფრო მეტად მიწევს საუბარი, რომელიც ადამიანებს წაადგება, გააკეთილშობილებს, არც ამას არ ვამბობ ხმამაღლად, იმაზე ოდნავ უკეთეს ხდის კარგი ლექსი ვიდრე მანამდე იყავი. მე ახლა არ მინდა სიტყვა გამიქცეს და ვერ შევძლებ ჩემო ამირან იმ ჩვენი დიდებული პოეტების, მარგალიტების მოშველიებას ახლა რამდენჯერ გადავრჩი. აი იმ ლექსით რამდენჯერ გავკეთილშობილდი, რამდენჯერ გამიჩნდა აზრი რომ მოდი რაღაცა მენტალურად უნდა შეიცვალოს. ამას აკეთებს პოეზია. არ მინდა გამიგრძელდეს სიტყვა. პოეზია მე ასეთ როლს ვანიჭებ ყოველ შემთხვევაში. უნდა ავიწყებდეს ადამიანს ყოველდღიურ რუტინას და იმ რუტინაში რო არის ჩაკარგული ბევრი რამ ღირებული, აი პოეზიამ სწორედ ის უნდა შეახსენოს. სულის გადარჩენას რო ლაბარაკობ. ტერენტიცეულად რომ ვთქვათ, უეცარი სიხარული უნდა შემოიტანოს ჩვენში, რომელიც გაფრენის ეკვივალენტი გახდება და ეს მატერიის, დროის, ყველაფრის მიღმური ხდება. მეც ხშირად მიღმა. დავყვირები ვარ, მეც არ ვიცი რა ალგორითმით, რა მისტიკური ბმით ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ მოდი გულწრფელები ვიყოთ. ყველას გვაქვს ისეთი დღეები, ისეთი საზოგადოებრივი დისონანსები, საკუთარ თავთანაც ხშირად კონფლიქტში მოვდივართ და აი ამ რთული სიცარიელების შესავსებად უცბად ნებისმიერი ავტორი, შემთხვევითობის პრინციპით, თუნდაც შენ მოგაწვის იმ პერსონაჟს, იმ ემოციურ მდგომარეობას, რომელიც იგივეობრივია შენთან და რაოდენი შვება და გადარჩენა, როცა ხვდები რომ არ ხარ მარტო. როცა თუნდაც 5000 კილომეტრის მიღმა 100 წლის ერთი საუკუნის უკან შენსავით ტკიოდათ, ესმოდათ, განიცდიდნენ და ხვდები რომ აი ეს კოსმიური მთლიანობის ნაწილი ხარ. და ეხლა ტკივილზე გადმოვა კახა შენთან ესეთი მექსიკელი თვითნასწავლი მხატვარი ფრიდა კალო
წერდა, რომ მისი შემოქმედება აბსოლუტურად ტკივილით, ფიზიკური ტკივილით იყო ნაკვეთი და ტკივილი უმეტესად ნეგატიური ემოცია ხო, არ მოგწონს, არავის არ უნდა ტკივილი ბუნებრივია, მაგრამ პოეზიაში და შემოქმედებაში ამ ტკივილის ტრანსფორმირება ხდება, ხო, ის ხდება რაღაც სხვა პროდუქტი, რომელიც გზამკვლევია ამ ემოციასთან მუშაობის, ანუ კახა ჭლიკაძის პოეზიაში აი ამ ტკივილს რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს, როგორც საწვავს, როგორც სუბსტანციას, საშუალებას, რომ ბიძგი სტიმული მოგცეთ წერისთვის და აი ამ შინაგანი გამოთავისუფლებისთვის. კარგი კითხვა, მადლობა. ფრიდა კალოს ჰქონდა ერთი ძალიან კარგი მიგნება. ის ყველა ტკივილს, რაც დატოვა, რაც ასახა, რაც დაგვიტოვა აი ამ უნიკალური ნახატების სტილოების სახით, ეძიებდა საკუთარ თავში. სტილოზეც გადმოქონდა ძირითადად საკუთარ თავის სხვადასხვა ვერსია. სხვადასხვა პერიოდში, ხო, რატო გეცდებოდა ეს? იმიტომ რომ ტკივილი ინდივიდუალური ერთის მხრივ შეიძლება იყოს საზოგადო. შეიძლება მე და შენ სხვა არაფერი, მაგრამ კონკრეტულად ტკივილის აი ეს კონკრეტული ერთი ჭრილი გვაერთიანებდეს და ერთნაირად გვტირიოდეს. ერთი ტკივილის მატარებლები ვიყოთ და ამით ვიყოთ ერთიანები. და ჩემი ტკივილით მე თუ შენს ტკივილს შევეხები, რაღაცას გავინაწილებ ჩემ დაუნებურად იმ მხრივ, რომ როდესაც ადამიანი გეუბნება, მესმის შენი, ვიზიარებ, ხშირ შემთხვევაში ეს შენ ქვეცნობიერამდე არც ჩამოდის, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ უბრალოდ ფორმის გამო გეუბნება ასეთ რაღაცას და სინამდვილეში ვერაფერსაც ვერ იზიარებს, არ ესმის მე როგორ. და როცა ამ ყველაფერს ხედავ ფაქტობრივად უკვე ხვდები, რომ იცი აი ამ ადამიანსაც ზუსტად ჩემი ტკივილი და შენ უკვე შენ დაუნებურად უზიარებ ამას. ძალიან კარგად აღნიშნე, რომ შეიძლება არ შემიძლია არ დავაკავშირო ორივეს ნათქვამი, ამიტომ შენ თქვი ესეთი რაღაც, რომ სული უფრო სულს აწვია ხორცი ფაქტიურად ერთ ფრაზე რომ გავაკეთო, ხორცი უფრო სამოსია ორგანიზმი და ძირითადი სულია, რა თქმა უნდა. და ასევე აღნიშნე, რომ ძალიან ხშირად ჩვენი გუმბერაზი ავტორების თუნდაც ერთ ფრაზას, თუნდაც ერთ სტროფს რაღაცის გახსენებულ გადაურჩენი ხარ არაერთხელ. აი ზუსტად ეს არის, რომ სული აბებივით, აფთიაქივით ინახავს ამ ყველაფერს, ალბათ ყველას ქონია, რომ შეიძლება დილით გაიღვიძო და სწორედ ის რაღაც კონკრეტული ფრაზა ან მელოდია აიკვიატო, რომელიც ზუსტად გჭირდება განწყობისთვის აი ამ დილიდან და ვერ ხვდები რა უნდა გახსენა ეს მელოდია, ან ეს ფრაზა რატო აგეკვიატა დილიდან. იმიტომ რომ სულმა აი ეს აბი გადანახული, რომელიც დიდი ხანი არ დაჭირებია, აი ზუსტად დილიდან გამომადგეს. არსებობს ჩალექილია, დალექილია და მე იმ დროს ჩნდება ძალიან გჭირდება. აი ეს არის ლექსიც, პოეზიაც, ისიც ჩემთვის ცოტა განზოგადებული თემებია, პოეზია ბევრად მომეტია ვიდრე ლექსები, რა თქმა უნდა, პოეზია ყველაფერში. კარგი ხაზგასმა, რომ პოეზია უფრო ყველგანმყოფია, ფართოა, ვრცელია და ლექსის იქითაც ხატრობაში, მოძრაობაში, ყველა ხელოვნების დარგში პოეზია იგრძნობა. ძალიან მიხარია, როცა ხვდები ადამიანებს, რომლებიც მეუბნებიან, რომ მათ უყვართ ლექსების კითხვა, მოსმენა, აფასებენ, მაგრამ რატომღაც არ მგონია ადამიანს არ უყვარდეს პოეზია. შეიძლება არ უყვარდეს ლექსები. დიახ, მაგრამ პოეზია ის რაც სულს ეხება, შეიძლება საერთოდ განზოგადო საერთოდ არ ეწევროს ფურცელზე, არსად. მაგრამ პოეზია ეს უკვე გრძნობა, ეს შეგრძნება. და რაოდენი ჰარმონია, სინერგია და ენერგეტიკული სისავსე, როცა პოეზია და ლექსი ემთხვევა ერთმანეთს. როდესაც ლექსი პოეზიაა და პოეზია იგრძნობა ლექსში, დღეს არის ქალბატონ მანანა ჩიტიშვილის იუბილეი და დაბადების დღე მინდა მიულოცო აქედან ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან ამეკვიატა ეს აკვიატება, რადგანაც მოვიტანეთ, აკვიატებული მქონდა მისი საოცარი ლექსი, რომელიც გვახედებს დროის მიღმა და როგორ ცოცხალ ადამიანად ყოფნის სევდას იწვევს ჩვენში ეს გოდერძის ჩოხელმა საოცრად განსაზღვრა. ბევრ ავტორთან
მინახავს, მიძებნია სიცოცხლის რაობის არსობრივი დეფინიცია, მაგრამ ადამიანად ყოფნის სევდა ესე ლაკონიურად მარტივად ხელშესახებად იშვიათად და ქალბატონ მარინას აქვს ეს ერთი კარგი ლექსი, ერთი სტროფი მინდა გავაჟღერო. ქარი ახლა საალერსოდ მიწევს, იამინდა გადაიღო თოვამ ნეტავ ჩვენ რომ არ ვიქნებით იმ წელს რანაირი გაზაფხული მოვა. აი ეს არის პოეზია, ეს არის მიღმურობა ყველაფრის, ხო? აი როგორი საოცარი ემოციაა. დიახ, ჩემო ამირანდა, მოდი თავისუფლებას მივცემ. აუცილებლად. საუბარს, აი რას ახლა ვეხებით, ტკივილით საუბარს, ტკივილის გაზიარებას, ტკივილთან თანხმედრას. მე როგორი დამოკიდებულება მაქვს ზოგადად ამ თემის მიმართ და საერთოდ ჩემ ლექსს რაც შეეხება, იქ ყოველთვის მაქვს იმედიანი განწყობა. იმედიანი განწყობა, იმიტომ რომ მე სულ ასე მგონია დღეს აქ თქვენთან ერთად საუბრობ როგორ უშველო საკუთარ სულს, როგორ უშველო რაღაცა დიდი განაცხადია შეიძლება, მაგრამ აი სხვა ადამიანის სულს როგორ წავეშველო. და მოდით წავიკითხავთ. აუცილებლად. საუბრობთ ისე თემაზე, რამ და ზოგადად ერთად რო შედვართ და საუბრობთ, მე ძალიან გამიხარდება თუ ეს მაყურებელსაც ანალოგიურ განწყობას მოუტანს. მოგიდა უკვე რაღაცა ინსპირაცია მიიღე, ენერგეტიკა მოხდი და მოხვედი უკვე ეს განწყობაზე რომ გაგვიზიარო. კი ბატონო, ეს ძალიან მაგარია. სწორედ ემოციის გაზიარება. ძალიან შინაგანი. მე ახლა ისეთი განცდა დამეუფლა სანამ ამ პოეტურ საოცარ ენერგეტიკას მაყურებელიც გაიზიარებს, ხშირად მიფიქრი ერთ დეტალზე, რომ ჩვენ ვიცით, რომ ვარსკვლავი ეს უკვე მკვდარი სხეულია, ციური სხეული, თუმცა ის ნათება აღწევს მაინც ჩვენამდე და ცის დაყურებისას ჩვენ ვხედავთ ამ ფერადოვნებას, ხო? მე ჯიუტად მწამს და ჯერა, რომ ჩვენს ენერგეტიკას, ჩვენს სიტყვას, ჩვენს ფიქრს, ჩვენს თითოეულ ემოციას თავისი ფერადოვნება აქვს, თავისი სურნელი აქვს და მე ვფიქრობ, რომ არ მინდა ხმამაღლა და გადაჭერბებულად გამომივიდეს, მაგრამ ზეციდანაც თუ გვაყურდებიან, პატარა კეთილხმოვანება და ფერადოვნება აქაც იგრძნობა ახლა და რაღაც ჩემს თქვენ სწორად შენიშნეთ, რომ აი ამ პოზიტიური ენერგეტიკის გაფრქვევა კოსმოსში თავის დადებით უკავშირს გამოიღებს და ეს იქნება გადამრჩენელი ერთმანეთისთვის, ხო? ჩემო ამირან, სწორედ როცა ვსაუბრობთ ხოლმე, რა არის პოეტის როლი, სად არის პოეტის ადგილი, სად არის ლექსის ადგილი, სად არის და არ ვიცი ვის როგორ წარმოუდგენია, რამდენად წარმოიდგენს პოეტს აქტიურ როლში საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობით. მე ლექსის და პოეტის ადგილი მგონია სწორედ იქ, სადაც მიაწვდინო ხმა გახლეჩილ საზოგადოებას. მე ძალიან მაწუხებს როგორც თითოეულ ჩვენთაგანს დღეს საზოგადოება გახლეჩილია და მე აქ გადაცემაში მოსვლაც აქ სხვაგან თუ გამოქვეყნება ლექსის თუ ჩართულობა ლიტერატურულ ღონისძიებებში იმიტომ მომწონს რომ მე რა მაწუხებს ვუთხრა ადამიანებს ჩემი ლექსით ვუთხრა თუ იქ ის მარცვალი გაჩნდება რომელიც წაადგება ადამიანს თავის ცხოვრების გზაზე ძალიან ბედნიერი ვიქნები ამის განცდა მაქვს ხოლმე და ამიტომ მინდა თქვენს აუცილებლად მზად ვარ და დარწმუნებული ვარ აუდიტორიაც მაყურებელიც მიინიჭებს სიამოვნებას აუცილებლად ზუსტად ამისთვის ვართ ემოციები გავცვალოთ ის ენერგეტიკა რომელიც ძალიან გჭირდება ერთმანეთის ემოციების გაზიარება და მე ვფიქრობ ეს ტელემაყურებლისთვისაც არ იქნება ურიგო რომ პირიქით დარწმუნებული ვარ თქვენ ახლა მიინიჭებთ სულიერ სიამოვნებას მოდით ერთს ვიტყვი აი ცოტა ხნის წინ არგვეთში მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში ერთ-ერთი კონკურსის მონაწილე ვიყავით და რატო გამახსენდა ახლა იქ პატარა მინიმა მქონდა ასეთი კონკურსია მინიმალისტური პოეზია რომლის გამარჯვებულიც ბრძანდებით პირველი პრემია მიინჭე და გილოცავთ კიდევ მადლობა ჩემო ამირან ამიტომ არ მინდოდა ამის მე უნდა მეთქვა და კარგია რომ ეს ძალიან ბუნებრივად მოხდა ეს ყველაფერი გეტყვით რა ვთქვი იქ და აქაც მინდა გავემეორო რომ აი ესეთი მინიმა იყო მზეს ვერ ხედავდა მამა ჩემი როცა მიწის ქვეშ ქვანახშირის ქანებს ანგრევდა მაგრამ ხარობდა
მისი გულიდან ამოსულ მზეს მე რომ ხედავდი. ამით იმის თქმა მინდა და ხა იმიტომ გავიხსენე რომ შეიძლება ჩვენ მოგვეჩვენოს, შეიძლება რეალურადაც აღვიქვათ რომ მზე არ არის, არ ამოვიდა, უმზეობა, სიცივია. მაშინ ერთმანეთის გულებიდან ამომავალი მზეების დანახვა შევცვლით. ამის თქმა მინდა. ნამდვილად გეთანხმებით და გისმენთ მთელი გულისწყობით. ცა ვერასოდეს დახატავს კვირტებს, რომ მიახატოს მზე სახრჩობელად და მთაც მუხლებზე ვერ გადამიმტვრევს ჩემი ტკივილის შესაცნობელად. ვერ სასოების გამტეხავს გვემა, თუმცა მომიწევს ატანა სახრის, გული კი ისევ ცვარს ემგვანება, როგორც ჩიტების პატარა სახლი. გულს ვეპაექრო არც კი მიცდია, ამ წყდარ ბოგირებს ანდა სადვუხმო, ისევ ლივლივა ტბები მიცდიან, ცოდვის მარილით რომ დავამწუთხო, მაგრამ საწუთროს კილომეტრები ერთ სიდა გულში თუ ჩამეტია, შემიფარებენ ვიწრო კედლებიც, როცა კლდეები ლურჯცას ელტვიან, მე შევურჩიე სიმაღლე ცისკენ, ქარიშხლებისგან მოთელილ მანძილს და რადგან ვერხვის დიდ ნაღველს ვიტევ, დავიმეგობრე ფოთლების ლანდიც, მთების ჩავძირე ხსოვნის წიაღში, წლობით წარფშეკრულ ბერი კაცებად, რაც ბევრჯერ ზომეს თოლშიც, წვიმაშიც, ხელის გულების ბედის ხაზებმა დამეც სიბნელის ნაცნობ ფუძეზე, თუმცა სიცოცხლეს წამით ვზომავდი, სინათლის ბოლო კვლავ მოვუძებნე, ღამეს გაკვანძულს თვარის ზონარით, მჯერა სიცივით მკერდდა ბერილი, ყველა საფიქრალს ლოცვით მოილევს და შემლოცველი დედაბრების წინ, დილაც კი შვებით მოილოგინებს და თუ ხელებმაც ვერ შემილოცეს, ზეცას დავიკრავ ხრებზე ნალივით და ტკივილზედაც მზეს შევიხორცებ გადამტრეული ხერხემალივით. საოცარი შეხსენება და ხსნა და გზარი როგორ უნდა გადაურჩეთ ამ ყოველთვის მსმენელმა, მკითხველმა. ნამდვილად და მზე ძალიან ჭარბობს ჩემ პოეზიაში. და მზე თითოეულ თქვენგანშიც არის. თორცების სენეკა იყო, ხო, რომ ამბობდა ყველა ადამიანშია მზე უბრალოდ აცალოთ, მიეცით ჩანსი რომ ანათოს. თითოეულ ჩვენშია მზე, ეს არის ღვთიური ამბავი, კოსმიური ამბავი, რომ ჩვენ მიკროღმერთები ვარ და ჩვენ უნდა შევძლოთ, კი არ უნდა დაველოდოთ, ჩვენ უნდა ამოვიყვანოთ ჩვენი თვალებიდან ეს მზე და გამოვკვებოთ ეს. ძალიან მიყვარს მზე და მზეზე ლაპარაკი, ერთგან ასეთი რაღაც ეხლა უბრალოდ ფრაზას ვიტყვი, რომ მე რომ გულაბის ხელყოფილიყავ, თქო მსხლების მაგივრა პატარა მზებს გამო საოცარი სახეა. კახა, გისმენთ, მე მინდოდა გულწრფელი რო ვიყო, რომ თქვენი ის ვიდეო ჩანაწერი იმ ლექსისა გაგვეშვა ეთერში, რომლითაც თქვენ ათეულში მოხდით, მაგრამ თუ არის საშუალება რომ ცოცხლად წაიკითხოთ, ცოცხლად მოვისმინოთ ქუჯის ეს ლექსი, ჩვენ ორი ლექსი უნდა წავიკითხოთ, თუ გნებავთ პირველი სხვა ლექსით დავიწყოთ. ლექსი, რომელიც ალბათ თქვენს ახალ კრებულში შევა. ვიცი რომ მუშაობთ ახალ კრებულზე, რომელიც ძალიან მალე იხილავს, რადგანაც მზე ვახსენებთ მზის შუქს და დავიწყოთ ლექსით, რომელიც ახლა თუ არის საშუალება ქუჯის ათეულიდან, ან იმ ლექსით, რომელიც კი ბატონო. ეს იყო ახლავე. და სანამ კოლექსი შავთეთრ ქალაქში. ნამდვილად, აი ეს მინდოდა მე თქვა, რომ როგორ შეუძლია პოეზიას ქალაქის გაფერადება, ამ ფერების შემოტანა, სურნელის შემოტანა, თქვენ მზე ახსენეთ და მე მიყვარს მზეს უნზირები. საოცრად ალტრუისტული, უანგარო სცენარი, რომელიც მხოლოდ მზისკენაა მიმართული და ჩვენ სამყაროს უფრო საინტერესოს და სასიამოვნოს ერთი ორი მზეს უნზირებს. არ შეიძლება მზეს უნზირებს. ნამდვილად. გისმენთ კახა. ქუჯიზე გაგზავნილი ლექსი იყო სათაურით შავთეთრ ქალაქში. რომელიც დღეს ესეც შევა ახალ კრებულში თქო. შენ დაიბადე შავთეთრ ქალაქში,
და ახლა ის დრო ბეჭებით დაგაქვს. ხანტვერ დათოვლილ ფიქრებს გადაშლი ერთად აზელი უქროსთან ნაგავს. ითვლი რამდენი წელი შესრულდა ბავშვობის ეზო ჩაბნელდა როცა და ამის შემდეგ რამდენჯერ გსურდა მოგონებები რომ აღგეხოცა. ჟამდაწყევლილი კადრების ხველა ჩაგესმის როგორც ყურთან ნიჟარა და ხელში როგორც რკინის პეპელა მთელი წარსული გადაიშალა. სადაც ხვაფასი კონდა სიმართლეს, ყოველ დღე ბეწვის ხიდზე სიარულს, სადაც ცხოვრება ხრამში მიგატრევს სისხლის ჭაობებს, რომელს ზიაროს იქ არ დანდობა შვებას განიჭებს, სადაც სიმართლის ფანტომს ენდე და ახალგაზრდობა წართმეულ ბიჭებს თვით ეპოქაზე გსურდა თვენდედა. ზოგში კვლავ ის დრო გამოიბნელებს, როდესაც ხედრები უტილად მიაქვთ, ცდილობს სიკეთე აწმინდო ხელებს და მაინც დღემდე სისხლის სუნი აქვთ. ახლა სხვაგვარად ყვებიან ამბებს, შენ სულ სხვა გახსოვს კაციც და ვირთხაც, თუმცა შენს გულშიც შუაღამეა და იწყებ ცისკრის ლოცვების კითხვას. ლოცვა ყოველთვის ტკივილებს ახლავს და წვიმასავით სიჩუმეს დალექს. შენ დაიბადე შავთეთრ ქალაქში, შენ გაიზარდე შავთეთრ ქალაქში. შენ თითქოს ჩარჩი შავთეთრ ქალაქში და მაინც შენსაც უძახი ახლაც ამ ფერთა გამით მოხატულ ქალაქს. ბავშვობას ეძებ მეგობარო, გარდაიცვალა. საოცარია და ეგზიუპერი გამახსენდა ყველა ჩვენგანი ბავშვობიდან მოვდივართ. გარდაცვლილი ბავშვობა, რომელიც პოეზიას შეიძლება გააცოცხლო, გადაარჩინო და სული შთაბერო. და ვეძებოთ ჩვენ ბავშვობა და არ უნდა დაუკარგო და არ უნდა ის თოკი და ძაფი, რომელთაც გამოგმული გვაქვს სულზე, არ უნდა მივატოვოთ. ნელ-ნელა დასასრულისკენ რო წავიდეთ, მეგობრებო და თითო ლექსით ჩვენს ტელემაყურებელს მივანიჭოთ კიდევ ერთხელ ეს სიამოვნება, რომელიც სამწუხაროდ ქართულ ტელეეკრანებთან არც თუ ისე ხშირია და ვისურვებდი რომ უფრო ხშირი ყოფილიყოს. კარგით, მაშინ ერთ ლექსს წავიკითხავ და არ შემიძლია არ თქვა რომ დიახ, ბავშვები ძალიან იმედიანი, ნათელი სხივის მატარებლები რო არიან ბოლო პერიოდში, აი 2 კვირის მანძილზე ვიყავი რაჭაში, მერე ვიყავი ბათუმში, მერე ვიყავი იმერეთში ლიტერატურულ შემოქმედებით ღონისძიებებზე, მერე ვიყავი წალენჯიხაში, ყველგან ბავშვები, ნათელი, ჭკვიანი თვალებით და მე ვიყავი აღთოვანებული, აღტაცებული და ყველგან ვიძახდი რომ ჩვენ ქვეყანას აქვს მომავალი, სხვაგვარად გამორიცხულია. უბრალოდ ჩვენ შევეცადოთ რომ აი ის გზა ვუჩვენოთ მომავალ თაობას, რასაც სულიერების გადარჩენის გზა ქვია და ძალიან კარგად ესმით ამ ბავშვებს პოეზია და გრძნობენ შესანიშნავად და წავიკითხავ ახლა ძახველის სისხლი. როცა სხეული გამომშრალი ცხელი ქვიშაა, უდაბნოს მზისგან თვით გვემისთვის გამეტებული, მინდა ბალახის სიძლიერე ვიპოვო ჩემში და გავარღვიო დარდების კუნთად გარდაქმნილი ხორკლიანი მარილის ქერქი, რომ უცხო გზებზე უსასრულოდ ვიხეტიალო, სანამდე გულში ზეთისხილი არ აყვავდება, გულში რომელიც პირობითად ქანაანია, თან ქარავნიან, ქვიშის გროვებს ჩამოვიტოვებ, თან გავექცევი ამ მომქანცველ ყვითელ ქარიშხლებს და გავიყოლებ ბაობაბების ღეროების ლორწოვან სისქეს, როგორც იმ იმედს აკლემებს ყელზე, რომ შეაბეს ზანზა ლაკებად, სხვა მზეს მოვძებნი, არა ცხელს და არა ნერვიულს, არამედ იმ მზეს, დედაჩემის ყვითელ კაბას, რომ ვადარებდი, ამ თითბრის ტაშტში, სამურაბედ დაჭრილ გულაბებს მივალ გულამდე, სადაც ყოველთვის ეღირება ბრძოლა იმისთვის, რომ მზეს სახეზე არ შეახმეს თბილი ნათება, დღისით ქათმებმაც თუ იციან ცისკენ ახედვა მადლიერებით სასურველი წყლის დალევისას, რომ შვიდად იგრძნონ თავი, რადგან მზე კვლავ ცაზია, ამოქარგული წიწილების ყვითელი ფრთებით, მეც დიდი თმენით უნდა შევძლო
და გაუფრთხილდე ჩემს წილმზის სითბოს, რომ ცხელი დისკო დავუტო შალის ჯეჯიმებს და მე კი გავთბე მათ ხავებზე წაკიდებული იმ ცეცხლის სუნით მამა ჩემის ნაწვიმარ პალტოს რომ გამახსენებს და ზეცა წვიმის წვეთოვანსაც დამკიდებს თავთან მერე რომ შვიდად გადამისხას ძახველის სისხლი რაც ვიცი მიხსნის როგორც ბალახს ქვიშროდებისგან რომ გავარღვიო დარდების კუნთად გარდაქმნილი ხორკლიანი მარილის ქერქი და უცხო გზებზე უსასრულოდ ვიხეტიალო სანამდე გულში ზეთისხილი არ აყვავდება ნამდვილად პოეტური ხეტიალი ისტორიულ და გადამისხათ ძახველის სისხლი რომელიც ზითაა ნაყვები და გაშენილი ისე მზე ნამდვილად კახა გისმენთ კიდევ ერთი ლექსით და კიდევ ერთი პოეტური პასაჟი ხეტიალზე ისე ალბათ ყველაფერზე ერთად გამახსენდა ეს ლექსი რატო იმიტომ რომ აი ხეტიალიც ის მარტოობის სამივე ასპექტი რომელიც ახსენეთ მარტოობა, მარტოსულობა და განმარტოვება, სრულიად სხვადასხვა ცნებები, იქიდან ორი შეიძლება სამუდამოდ იყოს, ორი აუცილებლად დროებითია და ერთი შეიძლება კონკრეტულად მარტოობა, ფიზიკური მარტოობა იყოს სამუდამოდ და ის ორი რა თქმა უნდა დროებითია, მარტოსულობა და განმარტოვება, განმარტოვება მეორე დადებითი ასპექტია, მარტოსულობა შედარებით. აი ეს ყველაფერი ერთად ალბათ მე ფრიდა კალო ახსენებ მხატვრობა და რაღაცნაირად გამახსენდა სტამბულის პერიოდი ლექსი გურჯიხანო. თებერვალია ცოტა ქარი სტამბული თოვა. აქ აღმოსავლურ ძველ გუმბათებს ყოველ წამს ვუმზერ. მე ახლა თითქოს დაყოფილი საქართველო ვარ და შვილის ხელად ხარკის დარდი დამაქვს წარსულზე. დამაქვს რაც წერან ერთ მხატვართან ვიკადნიერებ. მოზრდილ მოლბერძზე დაფენილი ფარდა ავხადე ვნახე ტილოდან რომ მიმზერდა თვალცრემლიანი ქალი და შევკრთი ისე ცოცხალს გავდა ნახატი მიმაქროლებდა მისი სახე მშვენებით სავსე ამ თურქეთიდან სელჯუკამდე ან ოსმანლიმდე ძალზედ ნაცნობი დიადემა ემოსა თავზე და თითქოს მთხოვდა ამ ტილოდან ამოსვლა მინდა ეს დიადემა მაფიქრებდა საქართველოზე არადა კაბა სულთანათის შეხსნილი მხრებთან სავსე მკერდიდან არა ვნება არა ეროსი არამედ მათი სულთანათის ქვითი მიჩქებდა ჯერ ისევ ბავშვს რა მედიდური თვალებით ებყრა მხრებში მოხრილი სიამაყე და ზღვა ნახველი ვიდექი როგორც დედოფლის წინ ვიღაცა ხეპრე და მოუთმელად ვკითხე მხატვარს ქალის სახელი მეგურა ერთხანს სულ სწრაფობამ უფრო იმატა ამ სხვრევდნენ ჩემში მოთმინებას ფიქრები ჩუმი ბოლოს კი თითქოს თანაგრძნობით გამიღიმა და ამაყი ტონით მიპასუხა გურჯი ხანუმი გავქვავდი უხმოდ გავხდი თიხის უსულო გროვა გაქრა ყოველი ემოცია და სიხარული თებერვლის სუსხში ნაადრევად გაშლილი რტოვა როგორც სარკმლის წინ მომზირალი გურჯი ხანუმი სტამბულის ცენტრი თებერვალი თოვს როგორც თოვდა უგავარამ დარდის მოზიარეს თუ მონაწილეს ისე ვხედავ რომ ჭრელად მორთულ გაშლილ დილოდან თვალცრემლიანი შვენიერი გურჯი მაცილებს მადლობა საოცარია დამეთანხმება ჩვენი ტელემაყურებელი ძალიან ემოციური შეჯამება რომ გავაკეთო თბილი სულთანყოფი ახლობელი და რაც თავარია შევჯერდით რომ ჩვენი სულიერი გადარჩენის გზა გადის მზე რომელიც ჩვენს გულებში უნდა ამოვიყვანოთ და ყველაზე მთავარი საკუთარი მზით უნდა გავათბოთ ერთმანეთი ნამდვილად ასეა პოეზია მისის უეცარი სიხარული ეს ქუჯის დროა ლიტერატურის შემეცნებითი გადაცემა დაგველოდეთ ყოველ შაბათს 21 საათზე დროებით კარგად ზადო ნახვამდის